სფლების მმართველობის პერიოდზე გადაღებულ ფილმ ჰეროკრატიას კიდევ ერთი გმირი, ასევე ყოფილი პატიმარი მამუკა ტუსკაძეა. მისი ისტორიაც ახალ კაცისას გავს. ისიც ფიქრობს, რომ მაშინდელი რეალობა გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე ეს ფილმში აისახა. ის 2010 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დააკავეს. ის ჯერ გზანის საპყრობილეში იყო, შემდეგ კი იძულებით ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. იმ მოტივით, რომ როგორც ამბობს, განზრახ დაავადებულიყო. ეს არის მხატვრულად გადმოცემული, ასე ვთქვათ, რბილად არის გადმოცემული. თქვენ მე წარმოვიდგინეთ იქ რა ხდებოდა. ჩემს მიმართ ხორციელდებოდა, რომ ყველანაირი ტერორი ჩემი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა. გაცილებით მძიმე არის ტუბზონის ისტორიები, სადაც ძალით პატიმრებს. შიციანის გაკეთებული ნემსას უკეთებდნენ სხვა პატიმრებს, არაშიციან პატიმრებს. ჩემი თანამოსაკნები იქ ყვდებოდნენ. ამ ისტორიის გარდა 9 წელი სხვა ისტორიებსაც იტევს. ამ ფილმში რაც ვნახე, გამახსენა ამ ყველაფერმა ჩემი თავი. როგორ